გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მე ვესალმები სტუმრებს, დარჩით ჩვენთან. მე კი ვაგრძელებ ციკლს გაშლებიდან სიტუაცია პროგნოზი. მე მგონი უკვე მეოთხე ვიდეოა. თავიდან იქნება თვითონ პიროვნების დახასიათება, ვისთვის იქნება მისაღები ეს გაშლა. იქნება სიტუაციის აღწერა და იქნება პროგნოზი. და თუ მოგეწონებათ ეს სტილი გაშლების, თქვენზე ბევრი რამე არის დამოკიდებული ჩემოკარგებო, გამოხმაურების მიხედვით გადავწყვეტ, გავაგრძელო თუ არა ამ სისტემით გაშლა. დავიწყოთ კონკრეტული პიროვნებით, ვისზე დღეს ლაპარაკი, ვისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება. საინტერესოა ჩემოკარგებო. შეიძლება უმრავლესობა თქვენგანმა ამაში ამ აღწერილობაში საკუთარი თავი ვერ ამოიცნოს და იმედი მაქვს რომ ვერ ამოიცნობთ, მაგრამ აუცილებლად ყურადღებით მოусვინეთ, შეიძლება ეს ეხებოდეს თქვენთვის საინტერესო ადამიანს და თუ კი გაინტერესებთ მისი მომავალი, ახლო მომავალი, რაღაც კონკრეტული სიტუაციის პროგნოზი, უყურეთ ბოლომდე. საქმე რაში ახლა რატო დავიწყე ესეთი შესავლით? აი ეს რო პირად კონსულტაციაში ამომსვლო და ეს კომბინაცია დახასიათებას და ყოველთვის დამჩემდა რომ ამოვიღო 5 კარტი და ეს არის დახასიათება ადამიანის თანდაყოლილი თვისებები, ხასიათი, რომელიც აი შეიძლება მილიონში ერთმა მოახერხოს და შეცვალოს ეს ცუდი თვისებები საკუთარ თავში და აღმოფხვრას. ხმლების 7-იანი რვა მომივიდა დახასიათებაში, უკვე ვიტყვი რომ საკმაოდ ძალიან ბევრი ცუდი თვისება გააჩნია ადამიანს. პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ ეს ადამიანი რაღაც აი მძიმე ადამიანი, მისი განძრევა, მისი ამოქმედება რთულია, აი უხასიათო ვიტყოდი, შეიძლება რაღაც ეს ცოტა სხვა ლამაზიმით არის შენიღბული დახასიათებები და ახსნით ამ ადამიანის მხრიდან, რომ აი ესეთი იმიტომ ვარ, რომ და რაღაცა სხვა ფორმით მოგაწოდოთ თავი, მაგრამ აი მძიმე ადამიანი. ადამიანს, რომელსაც ძალიან ბევრი მავნე თვისება აქვს. აქ ლაპარაკია შეიძლება ინტრიგების სიყვარულზე, ტყუილზე, ღალატზე, მოღალატე ადამიანის კარტია ხმლების 7-იანი და აქ კომბინაციაშიც ისეა, რომ კარგს ვერაფერს ვიტყვი ამ პიროვნებაზე. არის ძალიან ემოციური, არის წარმოდგენილი წყლის მეფის სახით, მაგრამ ეს ქალბატონებსაც შეიძლება ეხებოდეთ, რა თქმა უნდა, წყლის მეფის ცუდი მხრიდან ვიტყოდი, წარმოდგენილი წყლის მეფეები, აი მათი ჩრდილოვანი მხარე და ნეგატიური მხარე არის ის, რომ ლაპარაკობენ ბევრს, პირდებიან, ლამაზ ზღაპრებს ყვებიან, მაგრამ სინამდვილეში არაფერს არ აკეთებენ. საქმეზე რომ იდგება გადაწყვეტილების მიღება ძალიან უჭირს. თუ უკიდურესი აუცილებლობა არ ითხოვს, ალბათ აი არც ადგება, არ გაინძრევა, არ უყვარს მუშაობა, დასვენება ურჩევნია, მშვიდად ყოფნა ურჩევნია და ალბათ სხვის ხარჯზე, იმიტომ რომ თვითონ არ არის ეს პიროვნება, კარგი ცხოვრება უყვარს და ერთი მინიშნება შესაძლებელია ძალიან კარგი გარეგნობით გამოირჩეოდეს, ვიზუალურად კარგად გამოიყურებოდეს და ამ თავის გარეგნობას ძალიან ბოროტად იყენებს. ვერ გადაუწყვეტია საერთოდ აი რა გზით იცხოვროს, როგორ იცხოვროს, საით წავიდეს, სულ არჩევანშია, სულ მერყეობს. თითქოს ახლა ზომიერება დადებითი კარტია, უფროსი არკანია რაღაც თვალსაზრისით, მაგრამ აი მთლიანად კომბინაციაში არის აი ტკეპნა ერთი ადგილის და აი ჭაობში რო ადამიანი და ხელის განძრევა არ უნდა იმ ჭაობიდან ამოვიდეს და სამწუხაროდ ეს არის თანდაყოლილი თვისებები ამ პიროვნების და ნაკლებად სავარაუდოა რომ შეიცვალოს და ვფიქრობ რომელიღაცა თქვენგანს ესეთ ადამიანთან აქვს შეხება და მისთვის იყოს ეს გაშლა დღეს მისაღები საკუთარი თავის ამოცნობა
არ მგონია რომ რომელიმე თქვენგანმა შეძლოს, მაგრამ რა კი სამყარო მომაწოდა ეს ინფორმაცია ტაროს კარტის მეშვეობით, ვალდებული ვარ გავაჟღერო და ვიღაცას უეჭველი გამოადგება ის, რასაც ვიტყვი. მოკლედ ძალიან არასასიამოვნო პიროვნება ეს, რომ პირად კონსულტაციაზე ამომსვლო და შეიძლება მეთქვა ადამიანისთვის, რომ ვინც დაინტერესებული იყო ასეთი პიროვნებით, გაიქეცი თავი დაანები, შეეშვი და ასე შემდეგ. კარგს არაფერს ვეტყოდი ამ პიროვნებაზე. ვნახოთ აბა რა სიტუაცია აქვს დღეს ამ ადამიანს, რა სიტუაციაში იმყოფება, რაღაცა ნაწილობრივ ალბათ თქვენც გეხებათ, რა კი აგრძელებთ ყურებას, ვინც უყურებს ახლა ამ გაშლას ბოლომდე და მე ვნახოთ პროგნოზი. ჩემო კარგებო, აი ახლა უკვე 100% შემიძლია ვთქვა, რომ აქ არის ლაპარაკი ადამიანზე, რომელსაც, პირველ რიგში ვიტყვი, რომ ოჯახი მობეზრდა, ალბათ რუტინას ვერ გაუძლო, პასუხისმგებლობას აი ამ დახასიათებით ნამდვილად ვერ გაუძლებდა და ოჯახი თუ არა, ძალიან ხანგრძლივი ურთიერთობა, ოჯახთან გაიგივებული ურთიერთობა, თანაცხოვრება და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ არის შეყვარებულობის მომენტი, ეს არ არის ახალი დაწყებული ურთიერთობა და ასე შემდეგ. მოკლედ, ადამიანს უნდა გაქცევა იმ პასუხისმგებლობისგან, რუტინისგან და ეძებს, ან უკვე მოძებნილი ყავს პიროვნება, რომელთანაც გააგრძელებს ურთიერთობას და ცხოვრებას, გეგმები აქვს ამ პიროვნებასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, როგორ მოიწყოს კომფორტულად ცხოვრება, სადღაც მოკალათდეს, სხვის ხარჯზე იცხოვროს ალბათ. და დიდი ალბათობით, ტავტოლოგია გამომივიდა, ახლა ორჯერ გავიმეორებთ და იგივე სიტყვა, მაგრამ ხდება რა სიზავთ. აყავს უკვე სამიზნე და ვიღაცასთან ურთიერთობა. თქვენ ჩემო კარგებო, ვისაც ესეთი პიროვნებასთან გაქვთ ურთიერთობა, ოჯახის წევრი, ანუ მეუღლე დიდი ალბათობით, რა თქმა უნდა, ან პიროვნება, ვისთანაც ერთადაც ცხოვრობთ, თუ კი დაკანონებული არ არის თქვენი ქორწინება, ინტუიციის წყალობით თუ სხვა რამე ხელშესახები ინფორმაციის წყალობით უკვე იცით რომ რაღაც ხდება, ამ ადამიანს უნდა თქვენგან წასვლა, მაგრამ უბრალოდ წასვლა არ უნდა უკეთესი ვარიანტის მოძებნა იმ თვალსაზრისით, სადაც თავს არ შეიწუხებს და გემრიელად იცხოვრებს. აქვს გეგმები, აი კონკრეტულ ადამიანზე აქვს გეგმები, რომ აი ამასთან ავიწყობ ცხოვრება. სხვათა შორის ესეთები ხდება. აი ძალიან ხშირია სამწუხაროდ ესეთი მომენტები ემიგრანტებთან დაკავშირებით. გაიგებთ რომ ვიღაც არის ემიგრაციაში, არის მარტო, ანუ პარტნიორი არ ყავს, შეყვარებული არ ყავს, მეუღლე არ ყავს და ისარგებლონ მათი წარმატებით. მაგრამ ეს წარმატება რა შრომის ფასად მოიპოვება ემიგრაციაში, მე ძალიან კარგად ვიცი, მე თვითონ 12 წელი ვიყავი ემიგრაციაში და ვიღაც ესეთი მუქთახორა ფიქრობს თქვენი წარმატებით, თქვენი ფინანსებით სარგებლობას და თქვენ ხარჯზე ცხოვრებას. აი ესე ვიტყოდი, ხშირად ეს ემიგრანტებს ეხებათ ხოლმე, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ თუნდაც საქართველოშიც გქონდეთ კარგი სამსახური, გქონდეთ საკუთარი სახლი, შესაძლებლობები და ვიღაც ესეთი, თქვა დაინტერესებული იყოს თქვენი მატერიალური მხრით. თუ კი თქვენგან არ მიდის ეს ადამიანი, შესაძლებელია ვიღაცისგან მოდიოდეს თქვენგან, მაგრამ თავარი მიზანი არის, როგორც თქვი, საკუთარი კომფორტზე ზრუნვა ამ ადამიანისთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ვიღაცის ხარჯზე ცხოვრება. ნახოთ აბა მაშინ პროგნოზი. გამოუვა თუ არა და მიაღწევს თუ არა თავის დასახულ მიზანს. ჩემო კარგებო, რაღაცა ეტაპზე, სხვათა შორის წარმატებით შეასრულებს თავის გეგმებს, შეიძლება აი საქმე დანიშნამდე მივიდეს, ქორწინებამდე მივიდეს და თავს როდესაც უკვე სამშვიდობოს იგრძნობს,
და ჩათulis რომ გააკეთა ის რასაც გეგმავდა მოკალათ და იმ ადამიანის კისერზე ვიზეც არის ახლა ლაპარაკი და ვინც ყავს ამიზნეთ მონიშნული და რაღაცა მომენტში ჩაეშლება ეს ყველაფერი იმედია რომ თქვენ შემოკარგებოთ უკვე ვინმეს გეხებათ ეს და ვიღაცა თქვენთან აპირებს თქვენს ხარჯზე ცხოვრებას და ვიღაცა სხვისგან მოდის, არ ვიცი გაქვთ თუ არა ამაზე ინფორმაცია. შეიძლება გატყუებდეთ, რომ ოჯახში არ არის ბედნიერი, რომ ვერ უგებენ და სულ ჩხუბი და აი ბავშვის გამო და ან ესე და ან ისე მოკლედ 1000 ზღაპრებს იგონებენ ხოლმე. იმედი მაქვს მომისმენს ის ვისთვისაც არის საჭირო ეს ინფორმაცია და ამ შეცდომისგან დავაზღვევთ, რადგან არის დიდი რისკი, რომ ამ პიროვნებამ თავის მიზანს მიაღწიოს, მაგრამ რაღაცა ბოლო მომენტში თითქოს ხელფეხი შეეყრება, რაღაც გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება. როგორც ჩანს, ჩაეშლება საქმე და ნახოთ აბა რა გამოიწვევს. კი, ჩაეშლება, დასტის ძირზე კოშკი დამრჩა ამ კითხვაზე. ვიღაც პიროვნება მამაკაცი გამოიყვანს საშკარაოზე. ანუ თქვენზე თუა ლაპარაკი თქვენი ახლობელი და ერთი არა ორი მამაკაცი ამ პიროვნებას ნიღაბს ჩამოხსნიან და დაგანახებენ მის ნამდვილ სახეს ჩემო კარგებო. აი ასეა საქმე და თუ უყურებთ იმ პოზიციიდან რომ თქვენგან მიდის ეს ადამიანი და შესაძლებელია ინფორმაცია ვერ მიიღოთ პირველი წყაროდან იცოდეთ რომ ამ ადამიანს აი ბოლო მომენტში ჩაეშლება საქმე და თუ კი გადაიფიქრა წასვლა ან ისე თქვენთან დაბრუნება მოინდომა ვამბობ ვიმეორებ იმათვის ვინც აი ამ პოზიციიდან მიყურებს ვინც ვისგანაც მიდის ეს კონკრეტული ადამიანი იყავით ფრთხილად ну ჩემი რჩევა იქნება რომ ეს ადამიანი არავის და არაფრის გულისთვის აღარ დაიბრუნოთ უკან და თქვენ საკუთარ ბედნიერებას დაელოდოთ, რადგან ბედნიერება არ დააგვიანებს. შემოკარგებო მზეს ხედავთ, აი მოულოდნელად შეიცვლება თქვენი ცხოვრება. შეიძლება ამ კონკრეტულ ვიდეოს ბევრი ნახვა არ გქონდეს შესავლიდან გამომდინარე, იმიტომ რომ პიროვნების აღწერა ძალიან ისეთი ცუდი იმით წავიდა, ცუდი დახასიათება მივიღეთ. მაგრამ ვიღაცისთვის აუცილებლად მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია და აუცილებლად გამოადგება. მე კი ველოდები გამოხმაურებას, რამდენად მოგწონთ ესეთი სახით გაშლები და გავაგრძელო თუ არა. მომავალ შეხვედრამდე.